ეს მეჩვენება თუ მართლა ხდება. შოთიკო. დღეში ხარ. გამარჯობა. როგორ ხართ? როგორ აი შეპაპარაცო. ის ფოტო რო ვაჩვენე გადაცემაში, შენი ხო არ არის, შენი გადაღება. და დასვი ხარ მოიცადე ხო მოდი შენ აქ. დაჯექი აქ მოდი აქ მოკალაც მოდი შედი შენი სახელით და პაროლით და ყველაფრით. გავიგო ერთი რა დღეში ხარ. პაპარაცული ფოტოები გააქვს რამე? ხო და ეგ მაინტერესებს. ჩემთან არ მიდევს ანუ სხვა საერთოდ ანუ საიტზე აი კრისტისთან მეგობრობ როგორც გაირკვა. შენი საიტი გააქვს რამე? კი, ანუ ექს-ფოტოგრაფერს ჭირდა იქნება კლუბების მასალები და ყველაფერი. კრისტი ყვება რომ რა შვებიო. იმას უთხარი აქ რომ მოდიოდი? კი, რა თქმა უნდა. კარგ შვება ყველაფერს არ ვერჩით. ინბოქსში რომ შემიყვანა ერთადერთი ადამიანი გიორგი ყიფშიძე ვინც დამბლოკა. ხო, არაო, ხო? რაო ინბოქსში? კრისტი ეკატერინე კრისტინას რატო წერს? ეგ არ წაიკითხო. კარგი, აი ხო ხედავ მაინც ბოლომდე არ კარგი, ეს დავიმეგობრო ზურა ასლამაზაშვილი. აი მე არ ვიცი. ყველას იმეგობრებ თუ ვისაც არ იცნობ? ანუ ვიმეგობრებ ყველას, იმიტომ რომ რაღაც მე მწერენ ვაიმე რა ნაგლი ხარ ზოგს, ანუ საქმე აქვს ამ შემთხვევაში რაღაცაზე ნომერი არ იცის, ანუ გადაღება უნდა Facebook-ზე მწერს და ამიტომ ყველას ვიმეგობრებ. ყველგან კრისტა, ყველაფერი და აი ბოლო რომელი ქონდა ისეთი ნამუშევარი, ერაზე იმუშავე, ის რომელიც მთელი დღე დამეწევდა. შენ არის ეგ მასალა, ან რამე ვიდეო რგოლი იქნება ყველას ჩადი. ანუ ნანკას იღებდი, ხო, როგორც გაიგე? ხო, ანუ მოგიყვე ხე. არა მარტო ნანკას. ესე იგი რა ხდება? ხო. ჩემი პროექტი არსებობს 12 PM-ი, 7 ცნობილი სახის ერთი დღე. ანუ პაპარაცული ფოტოები დილიდან, ანუ 12 საათიდან, რასაც აკეთებენ. ამ ყველაფერს ვიღებ, ანუ ესე დავყვებოდი, ვიღებდი და ეხლა თვის ბოლოს იქნება ამ ფოტოების გამოფენა ჰოლიდეიში. აბა ესე ხალხი და მოსამ ჩვენს ხო, ანუ რა მომენტია, იცი, ნახავს ჯერ პირველ დღეს იქნება გახსნა, დაპატიჟებული სტუმრები და მე ანუ ყველას რო ქონოდა შესაძლებლობა ამ ფოტოების ნახვის. ერქნა გამოფენა. ხო, ანუ მე ყველა შეიძლება მოსვლა. და ვინც ახლა რეგიონში ცხოვრობს, მას შეუძლება საიტზე ნახოს ეს ფოტოები. და უარი ხო არ უთქვამს ვინმეს, აი ვიღაცა გინდა და უარი უთხრა. ხო, არა, უარი არ უთქვავთ, იყო პრეტენზიული ადამიანები. მე ხო ოქროს ადამიანი. შენ ძალიან. ვინ იყო ყველაზე პრეტენზიული? აუ თიკოს ადუნიშვილი. ნუ საიდუმლო არ არის რატო? არა, ანუ თიკოს რაღაც დადატვირთული დღეები ქონდა იმ პერიოდში რაღაც ვერასწრებდა რაღაც და ბოლოს მოვახერხეთ რომ ეს ერთი დღე გადაგვეღო რა. მაგრამ თიკოს მადლობა თიკო. იცი რა მაინტერესებს? როგორი დღეები ქონდა? ვერ გამომწვა. ანუ დატვირთული ქონდა რაღაც ძალიან დაკავებული. რა მაინტერესებს? იცი ეხლა ნუ ჩვენი თემა არის ღამის ცხოვრება და სხვადასხვა მე მივხვდი რომ საერთოდ კლუბებს და ესეთ ხალხმრავალ ადგილებს მირჩევნია ევროპაში ძალიან ამ ბოლო დროს რაღაცა ბევრისგან მესმის რომ უფრო ხალხი სახლის ხო აი სახლის ფართები ბჭყალებში არის ხოლმე და აი შენ რა გირჩევნია თქვა კლუბში თქვა გართობა თუ სახლის მე აღარ ვიცი რა მირჩევნია იცი იმიტომ რომ მაგრამ ისე სახლის შეიძლება ძალიან საინტერესო რაღაცების გადაღება სახლების ივენთები მაგრამ ანუ ეს კლუბები ოთახში შეჭ ივენთები ან ძალიან ბევრია რა მე სადაც ვარ ხოლმე ნაკაც არის ხოლმე იქ ხანდახან ხედავ ხოლმე შენს ბამბარუმში კი ხშირად ხო და ანუ ეს სახლის მე რავი ისეთი ცხოვრება მაქვს რომ ანუ ყველგან ვარ ანუ მიყვარს რა გართობა რავი არც ისე პატარა ვარ მაგრამ არც ისე დიდი რაღაც რო არ მინდოდეს და ან ყველგან დავდივარ და ვაფიქსირებ ამ ყველაფერს აი პრომო ჩაიტვირთა ხო ეს არის 12 PM-ის 12 PM-ის პრომო აბა გავუშვ აბა გავუშვოთ 12 PM ეს კრეიცი შეჟაღლი ბიჭოლა ეს ლიზა ხო? ლიზა თიკო ეს ისა რემბო აქ 12-ვე არ ყავს, ხო? ხო, არ მყავს აქ ყველა, იმიტომ რომ ირმა შარიქაძე დამრჩა გადასაღები. აჰა, შვენიერი. ხო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ აი ეს მაჩვენე ყველაფერი. ხო. და იმედია გამოფენაზეც დაგპატიჟებ. ეს კონტროლის გვერდზე დადა ინფორმაცია. კი, აუცილებლად. და ის ფოტოებიც რაც აქ ჩუმჩუმად გადაიღე თუ შეიძლება საიდზე დაგდე. ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობა რა დაგინახე. ხო, არა, მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებდა თქვენი აქაური გარემო. შემოგვიარე ხოლმე. აუცილებლად გადაგიღებ. ჩვენ გაგვიხარდება. დიდი მადლობა. კარგად. დროებით. პაპარაცოდ რომ შემოიჭერი, პაპარაცოდ გაგჭორო ეხლა შენ. კარგად. კარგად.
კაი, 3-2 ხვალ დავიწყო. კარგი ახოვანი ნიჭიერი ადამიანი 13 რიცხვში კარგად დაიმახსოვრეთ მუსიკალურ ლიგას წაიყვანს ჩემთან ერთად. ძალიან მაინტერესებს. მე თვითონ მასზე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ პერსპექტიული ახალგაზრდაა და კარგი ის არის, გეგმები გვაქვს. ნიჭიერი ახალგაზრდა სხვათა შორის მრავალმხრივ მოწული. აჩიზე რა ვთქვათ ახლა? აჩი მოვიდა უყვავიღოთ, არ აღიარებს 8 მარტს. სადაშე ხო მომიტანეყვა. მე კი მოგიტანე, მაგრამ აჩი მომიტანე. ხო და აჩიზე რა შეიძლება ითქვას ესე იგი? აჩიზე ის შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში არის ისეთი სასიამოვნო დადებითი აურის და კარგი ადამიანი. არა, რატო უნდა? არ მართლა რა. ყვავილი რო არ მოგიტანა კარგი. ყვავილი არ აღიარებს 8 მარტს და რატო უნდა მოეცა? გასაგებია, მოკლედ აჩი და შოთი ძალიან გვიყვარს ყველას. ვერც ვჭორაობ მათზე რა არის? არა, მართლა ყველას უყვარს და ვერ გავჭორო. შოთიკო როგორ გავჭორო? შოთიკოსაც ვერ გავჭორო, მე ისეთ ფოტოს გადაიღებს და დააგდებს შარში ვიქნები. ამიტომ ვერავის ვერ გავჭორავ, ძალიან კარგ ნოტაზე უნდა დაგემშვიდობოთ ყველას. ძალიან გვიყვარხართ. საერთოდ ძილის დროა ყველას. Facebook-ი დაკეცეთ, მას მერე რაც face control-ი გავა ეთერიდან. გვიყვარხართ, გვენატრებით, კოცნით ბევრს. კარგად.